მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ Far Cry 2-ის თამაშით. როგორც უკვე იცით, ეს ადგილი გამოვიარე ისევ. არც ის სასიამოვნო იყო სხვადასხვა აქ გამოსვლა, იმიტომ რომ ჯერ ხოლმე დიდი რო წაიღო რაღაც 9 საათამდე და მე კიდე 1-2 მოვკვდი და ეგ უფრო კიდე გამაღიზიანებელი იყო. და რა ვიცი, ეს ძველი თამაშები კარგი კი არის, თუ ესე აღადგენ და გააცოცხლებს თავი ჩვენს არხზე, მაგრამ ამასთან ერთად კიდე იმდენი მინუსი აქვს ამ თამაშებს, რომ თითქოს არ ზღირს რა. პირველი მაგალითად უფრო ესე ვთქვათ, ეს კატა კიდე ხოლმე მოვიშორია მაგიდიდან რა. პირველსაც შეეხებოდა, არ იყო მთლად ისე ცუდი რა, არ იქრაშებოდა და რაღაცა, მაგრამ ეს ზედმეტად იქრაშება. full screen-ზე რომ მქონდა, მაშინ ხო საერთოდ იქრაშებოდა ხოლმე და ფიზიკურად აზრი არ მქონდა რა თამაში და წინა ვიდეოს მე კიდე რო ვთქვი, რომ მეთქი ჩეთები უნდა ჩავაგდოთ, თქმა რაღაცა მსგავსი. დაჟე ჩეთებიც კი არ ვარდება ამ თამაში იმდენად ძველი და რაღაცა არაოპტიმიზებული არის თითქოს რა ეს თამაში. ხო და მაგის ფუნქციას კიდე არ მაქვს. და ნახეთ როგორ რაღაცა არის, ჩეთები ჩაგდება რეალურად, ერთ წამით ეს უნდა მოვიშორო ახლა. რეალურად თითქოს არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ სიკვდილით იმდენად არ უკვდები, უბრალოდ თამაში იქრაშება და თამაშის გაქრაშვის ახლა ჩეთის ჩაგდება ვერ უშველს. ამიტომ მაგას აზრი არ აქვს. კაი, მოკლედ მივალ ახლა მე იქ ჯობია და დაგიმუნდებით იქიდან, იმიტომ რომ იქ ვიყავი ბოლოს, სადაც გაქრაშა. მაინც დავასეივე ყოველ შემთხვევაში, რომ კიდე გაქრაშოს მე აღარა მაქვს იდეა გამოსვლის თავი ახლა და ჯობია რომ თავი დავიზღვიო და დავასეივო ეგრე. აი. ეს მე მგონი ესე უნდა მოხდეს რა ზოგადად და უკეთესი იქნება დილა რო იყოს, ან გამთენია, მაგრამ არა უშვის ახლა რაც არის. კი, კარგად ვარ, კარგად ძმა. თუ კიდე არ გაქრაშოს, უფრო უკეთესად ვიქნები. ყველა ვარიანტში უნდა დამეხმაროს ეს ტიპი და, არა უშვის პრინციპში დამეხმაროს კაცო. ცუდი კი არ არის. და Far Cry 3-დან უკვე, როგორც გითხარით, ბევრად უფრო კარგი იქნება ისტორიაც. ბევრად უფრო ნაკლები ბაგი იქნება, ბევრად უფრო თანამედროვე თამაში იქნება, თუ გავედი მაგამდე, იმიტომ რომ ეხლა მარტო ვარ სახლში, კი მართალია ეს 2 კვირა, მაგრამ თან მუშაობდი კიდეც და ამ მუშაობაში და თან კიდე ესე ვეღარ მოვასწარე ყველაფერი და ვეღარ მოვითავე. თორემ ეს თამაში შეიძლება უკვე დახურული მქონოდა ვიდეოების დახმარებით. ხო და ეხლა ჩემებიც ჩამოდიან, საზღვარგარეთ იყვნენ ესე რომ ვთქვათ. ხო და ნახოთ რა როგორ იქნება რა, თუ მოახერხე ამ თამაშის ხშირად გადაღება ძალიან კარგი, თუ მარტო ვიქენ სახლში თქმა უნდა, თუ ვერ მოახერხე კიდე მომიწევს რომ რა ვიცი, ალბათ თვეში ერთხელ დავდო ვიდეო როგორც ადრე ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ეგრე არ იქნება. და დიდი იმედი მაქვს რომ შედარებით უფრო ხშირად დავდებ ხოლმე ამ თამაშის ვიდეოებს. არა იმიტომ რომ თამაში ძალიან მომწონს, არა, თითქოს უფრო პირველი მერჩევნასავით. ალბათ ეგეც კიდე იმიტომ რომ ბაგები და რაღაცები აქვს ძალიან ბევრი. მაგრამ უბრალოდ იმიტომ რომ მინდა რომ მალე მოვიშორო. ეს კატა კიდე როცა დადის აქ, ხელმაგიდას არყევს და ფიზიკურად ვერ უშვები ვერაფერს. ავი, მოვკვდი ახლა თუ კიდე ეს ტიპი მოვა. Load the game, load last save. კაი, მოდი ესე ვქნათავ. ნახოთ ძალიან დამაწყებიებს. მე მგონი აქ სიკვდილი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ის რომ, ხო თქვი. გასაგებია. აქ ახლა დასკრიპტული სცენა იქნება კიდე, კიდე იმ უნდა მიშველოს და ასე შემდეგ რა. ვიღახო არ მაგირო რომ მას. და ისე რომ მოვიგოს, სანამ დასკრიპტული სცენა იქნება. ეს რა არის? სპიჩკა? მოვიგო რა, რო გავიდე ისე, მაგრამ ძალიან ბევრი არიან. თან ვერც ვიგებ საიდან მოსვიან. ერთი აქეთ არის კი, მაგრამ კაი. მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ. მოვიგე კეც კაი, მაგრამ არ მგონია.
წვეები არ მეყოფა დიდი ვარაუდით. Why? Bicho, რამდენი არიან? Კაი. აუ, იმენა ტიპმა. კაი, მოდი დავიხლოთ კიდე. ანუ განგებ არის ახლა ამდენი ხალხი აქ და რეალურად ამდენი არ უნდა იყოს თუ რა თუ ანუ მართლა ვიგებ ახლა და მაგიტო არის რა და მისია რა არის აქ ერთი წამით ემი შეიძლება რომ ნახო და ხუთიანით უნდა ნახო ეს კაი მე მგონი ყველა მოხოცე და ჩემპიონის დახმარებაც კიდე არ დამჭირდა პრინციპში კარგი არის რომ არ დამჭირდა ჩემპიონის დახმარება ერთი იმ ხრივ რომ თუ რაღაცა და ახლა ბევრი ვიღაცა გაჩნდა ამ შემთხვევაში Ну, დამეხმარება რა ერთ სიტყვით. აქ იყო რაღაც ალმასები როგორც მახსოვს. აი აქ. ერთი იქნება ალბათ, მაგრამ მაინც ხო ერთ ძალიან. Ну, არა უშ. სულ არაფერ ჯობია. HP-ს რო ვიღებ, ნახე, ერთი ხომ ემატება ისედაც ის რაღაცა ნემსი და მაგ ნემსთან ერთად კიდე ბოლომდე მოვსება HP. არა მოიცადე საერთოდ მივიდე. ერთი კაცია ვარ, მაინც ეუნებიან და რა ვერ მოიშორეთო. სადაც აქ არის. კაი რა. Hey dude, you're fucked up. Stick something on that. Keep your head down. There is a problem. Special forces men commandeered გავიარე? their own use. Those bloody meds were destroyed in your assault. Now the APR is drawing some აუ, გამოვტოვე შემთხვევით. ნუ ყოველი შემთხვევისთვის რაღაც გავიარე, ეს კარგი არის და ეხა აქედან საერთოდ წავიდე, ერთ წამით ნახო აბა. ესე შორს არის ძალიან? არა, პრინციპში მთლად შორსაც არ არის. ხო, მივალ მან და რა პრობლემა. უბრალოდ აქედან ეხა გამაგნებია გზა, საიდან მოვიდი, აღარ მახსოვს დიდად. სო, გასაგებია, მანქანა იმედი აქ ჯანზე ყავს. თითქმის მკვდარი არის, მაგრამ მაინც აფეთქებული ვსწორეთ. ნუ თავარია იაროს. აი ერთი სული მაქვს ჩემები როდის ჩამოვლიან, იმიტომ რომ აი ეს ცხოველები, ესე რომ თქვათ, ცუდად გამომიგო ახლა ესე თქვა, მაგრამ აი მომაშორონ რა. ამათი მოვლა უკვე არის ჯერ დამღლელი არის და მე მეორე კიდე სამსახურიდან რომ მოდივარ დაღლილი რა. კატა ახლა თან კნუტი არის. ნუ კნუტი რა ვიცი 3-4 თვის არის ალბათ, მაგრამ აი საშინელება არის რა. რო არ ჩერდება დახტის, მე შენ გახტება პორჭნის და ანუ რაებს არ აკეთებს რა, აი დასვენება რო გინდა და ეს რო არ გასცეს რა. აი საშინელება არის. თუთი ყუშიც ამყავს კიდე, ნუ იმის მოვლა კიდე არაფერი, ან მარტივი არის. საჭმელი დავუყარე და ერთი თვე ფაქტიურად იქნება ისე რომ ანუ არაფერს არ მოგთხოვს. მაგრამ ეს კუნტები უფრო საზღვრობაა რა. საზღვრობაც ეხა თუდი ნათქვამი არის, ანუ ისე კი არ მოგო არ უულიან რაღაც მსგავსი, უბრალოდ აი ფაქტებით ეხა თქვენს. ხოდა მარტო რო აღარ ვიქნები უკვე სახლში ეყოლება სხვაც ვისაც შეაწუხებს ჩემს გარდა და იმედია რომ გამანებებს თავს. ოპა გოლი გევიტანეთ. აი ღამე კიდე უფრო არაფერი არ ჩანს. ეს ადემალება. ხო. ეხა კიდე დამტენის კაბელს ჭამს და ეს თუ გააფუჭავს სიო მე მორჩა. მით უმეტეს 260 ვატიანი კაბელი არის, ეხა გადავაგდე იქეთ, თორე ეს თუ გააფუჭა, სო მე მორჩა. ეკატა გადაფრინდება მეორე სართულიდან. კაი. ეხა რა უნდა გავაკეთო აქ მოიცადე არასდროს ხო რა ვარ მისული სადმე. რაღაცა უნდა ავიღო უეჭველი და მოდი სახლებში შევიაროთ. თუ უნდა გავწმინდო აქაურობა ამათგან. აი, Assassin's დავამშვიდ Valhalla-ს და მან რაღაც DLC-ები ხო არის და DLC-ები ფაქტიურად ყველა გავედი უკვე. ერთი დამჭა. და მეორე DLC-ს ახლა რასაც გავდივარ, მან მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო 100%-ი, ანუ თუ რაღაცა დამოლული იქნება, ყველაფერი ავიღო ეგენი, თუ რაღაცა გვერდითი მისიები იქნება, მაგ DLC-ში ეგენს ყველა გავაკეთო და ასე შემდეგ.
ხო და მაგ თამაშებში ანუ Far Cry-ში არა, Assassin's-ში არის ვის რო დააწვევი, შეგიძლია ერთით რო გამოიძახო რაღაცა მფრინავი და მეორე ვარიანტი არის კიდე, დიდი ხანი თუ დააწვევი მაგ ვის, შეგიძლია რომ ანუ დაასკანერო რა იქაურობა და გიჩვენებს რა უნდა გააკეთო და სად უნდა მიხვიდე და აქაც რო ეგრე იყოს, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ 100-ზე არა 2 ხა რა უნდა ხნა. აი, რაც ვნახე ხა ჟურნალში მიწერს ეგეთ რაღაცას რომ briefing room-ში წადიო და briefing room-ი არის მე მგონი იქ ცენტრში. ხო და ეხა ისე ვიზამ რომ წავიდე მე აქეთ პირდაპირ და ტელეპორტი გავაკეთე უცებ იქეთ უკან. რო აი უფრო მალე მივიდე რა და ეს კვადროს ხოდა შორის ძალიან კაი რაღაცა. შედარებით უფრო სწრაფი არის მე მგონი მანქანაზე და პლუს კიდე ანუ დიდ ადგილს არ იკავებს რაღაც ჩარჩოები და რაღაცეები. და ამით უფრო გამემარტივდება გადაადგილება წესით. რა არის საერთოდ ამ თამაშის ისტორია, ეგეც ასეთ ისე საინტერესო არის. აი პირველი მაგალითად უფრო ისე დაიწყო რა, ანუ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა თავიდანვე. რომ აი უნდა მეპოვნა ის რაღაცა ქალი. აქაც რაღაც არის ალმასები, მაგრამ რავი, ახლა დავიწყო მაგის ძებნა. ზოგადად არ მომწონს ხოლმე ეს ალმასების ძებნა აქ და მსგავს რაღაცებს გაკეთება, როცა ვიდეოს ვიღებ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა მოსაწყენიერი რა. ხო და რა ვიცი. მოდი უცებ გადავიდეთ ახლა ჩვენ იქ სანამ ესენი გავამოკიდებიან და სროლას დამიწყებენ. და იმედია რომ მისები მად იქნება. მოვიდი. briefing room-ის საით არის ახლა, მოდი გავარკვიოთ ეგ. მანამდე კიდე იმას გეტყვით რომ ეხა კიდე მოვიდე ეს კატა. ანუ ყველაზე დებილი ცხოველი არის რა. არ ვიცი ახლა თქვენ შეიძლება დამიტყოთ იმის სახეილო, უჭვიანესი ცხოველები არის კატები, ესა და ის, ანუ კატები მეც მომწონდა რა, მართლა მომწონდა და ეხაც კიდე თუ კატა არის 7 და წყნარი, ეხაც მომწონს. მაგრამ აი ამ კატამ აი მენა შემოძულა კატების მოდუმა რა ერთიანად. ტიპი აი ვერ ჩერდება ერთ ადგილზე. ეხაც კიდე მიადგა იმას დამტენეს კაბელს და მეც კი გამოვიყვან აქეთ ხო და ხელზე მეკვინა. ანუ ისე რომ კვილი გამკრა რა და ტყავი ამძრო ეხა, მაგრამ საბედნიერო სისხლი არ გამოსულა და იმედია არც პრობლემა არ იქნება არაფერი. ეხა ქუჩის კატა არა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. Right. Hand over the hardware. უნდა მივცეთ ამას. აბა რეპუტაცია ხო გამეზარდა ეხა წესით. ჰარდვეარიო და იარაღები აიღო ეხა ჩემგან ამან თუ რა გააკეთა საერთოდ. How did you let this happen? როგორ მიეცინება რომ ესეთი რაღაცა მომხდარიყო? Maron, this is obscene. You're gonna take that gold and will be nothing left. We were the ones. That old king came to us. You're teaching the APR a good lesson. კარგი მაგალითი ასწავლებო მაგ API-ებსო შენო. რა ხდება ბიჭო ეს რა არის? მე პარანორმალური მოვლენები არის. ეხლა რა? Perfect. Why not? Do not let us hold you outside. მომევა. Got it? Hit the oasis, kill the guards, use your mobile to send us the location. It's gonna be good. აი ხო გავაკეთე კაცო. ფული გადამიხადა ეს mission accepted. Nobody knows about this. ეგ რატო არის ლაპარაკის ახლა ან ოსისში მიდიო, რაღაც ხალხი მოკალიო, ტელეფონით მე სიგნალი გამოგიგზავნეო მაგ ლოკაციისო და ეგ არისო რა. კაი, მაგრამ სად არის ეგ ოსისი? რაღაც რა მხელაზია, ხო არ გადაობ. მაგრამ პრინციპში fast travel შეიძლება. მოდი ოღონდ ჯერ დავასეივოთ. ანუ აქ მეშინია მე და მიშენე რომ ყველგან დავასეივო ყველაფერი. და აი ესეც. სხვადასხვა 8%-ზე ვარო უკვე გასული ეგრე მიწერს და ეგრე მარტივად შეიძლება რომ გავიდე, ანუ მორშის სისტემაში და აქ ისე მაინტერესებს, ანუ არ გეთენდება არასოდეს? დიახ, გისმენთ? What's happening? Sworn. Meet me at Lakeside. რა ხდება, ორენი ვარო. კაი, ერთი წამი ამას რა უნდა ეხლა? მოკლედ, რასაც ვაკვირდები ეხლა, ეს ტიპები, ანუ ეს ლურჯად რომ მიწერს არიან ჩვენი ვითომ მეგობრები რა და ესენი გთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომ მისია უფრო თითქოს აი მარტივ რა ხდება? ანუ უფრო რაღაც სწრაფად გავიაროთ რა, მაგრამ წინაზე რომ გავიარე და მივედი იმ რაღაც ინდუელთან, დიდად ეხა არ დამხმარები არაფერში ეგ კაცი. ხო და მოდი, ჩემებრად გავული ჯობია ამ მისიებს მე. და აქ ხომ უნდა იყოს რაღაც fast travel-ისთვის. მეორე მხარეს არის. კაი, მანდ მივალ. ხო, მოკლედ რაც გეუბნებოდით ხა კატებზე რა, აი უდებილესი ცხოველები არის. ან შეიძლება ეს არის დებილი, არ ვიცი. ანუ როცა კატას 9-ჯერ ჩააგდეთ მაგიდიდან და კიდე რაღაცა ხერხი ვიცი ისეთი რომ ანუ სულად არ მოეპყრო და კარგი გაგებით ჩამოაგდო რაღაციდან რა, აი მაგიდაზე თუ ადის მაგალითად ან სამზარეულოს მაგიდაზე თუ დაპორწიელობს ან რაღაცა ეგეთი მსგავსი, ანუ კარგი ხერხი მაგისთვის არის ის რომ
სიტყვაზე რო ვთქვათ, წყალი შეესხა სახეში რა, ოღონდ ბევრი კი არა, ხელებრო დაისვერო და მიეშხურო ესე. მოკლედ კიდე გაიქრაშე თამაში და მომიწია რომ თავიდან გამოსულიყავი აქამდე, მაგრამ საბედნიეროდ ეხა დილა არის და ეგ ფაქტი მომწონს. კარგი, აქ ნამყოფი არა ვარ არასოდეს და მეუბნება ეხა რომ უნდა წავიდე რაღაცა უკან იმისათვის რომ რაღაც ალტერნატიული გზა მომწეს აი მაგ ტიპმა და რა ვიცი, მინდა ეხა მანდ მისვლა რაღაც რეპუტაციას კი ვიზრდი, მაგრამ დიდი დრო დამჭირდება რომ ყველაფერი გავაკეთო, ნუ აი ჯანდაბას მოდი მივიდეთ რა. ჯანდაბას ერთი მაგის თავიც. ხო, და ამას ესეც არ ესმის რა, მოკლედ აი ეგრე შეშხურების დროს კი ხდება ქვემოთ ჩამოდის. მერე კიდე ამოდის, მერე კიდე ევუტყვი და კიდე რო შეშხურებ ჩამოდის მერე ქვემოთ, მაგრამ ანუ კიდე ადის რა მერე და საბოლოოდ ხომ უნდა შეიგნოს რომ ესე იგი ეგრე რო ხდება და თვალში მაშკურებენ წყალს. დიდი რაოდენობით არა ეხა ესე კი არ ვიძახე რომ მოკლედ ან რაღაც მსგავსი ანუ ეგრე არ მინდა რომ მიიღოთ, მაგრამ ხომ უნდა მიხვდეს რომ არ შეიძლება რაღაცა. ან თუნდაც ეხა კომპიუტერის მაგიდაზე რო ამოდის, აი რამდენი ამოვიდა, იმდენჯერ ქვევით ჩავაგდე. მაგრამ მაინც ამოდის. ხო და რა ვიცი. ალბათ მე შემხვდა ესეთი კატა, ან ზოგადად ეგრე არის. თქვენ ამოწერეთ კომენტარებში, ანუ როგორ ან რას აკეთებთ იმისათვის, რომ კატა ეგრე ველური და მცერქი არ იყოს, ან რაღაცა თუ გააქვთ. რაღაც პატარა გვირთხები უყიდე სხვადასხვა რომ მეთქი იქნებ როგორმე გაჩერდეს ხო და ამ გენით თამაშობს ხო, მაგრამ ანუ იმ გენითაც არ თამაშობს, მაგრამ მაინც ანუ ნერვების მოშლა უფრო მოწონს. რა იყო ბიჭო რა ხდება? ეხლა თქვა გაიჭედა ეს იარაღი. გავიგე ხო? ო გაიჭედა, კაი რა. კაი. გადავცვლი ახლა უცებ. ესეც გაიჭედება, მაგრამ არა უშვებს. ეგრე. და ზოგადად კი ვიცი რომ უფრო რაღაცნაირად აი კატების სცენი არის თითქოს ეგრო და უშუალოდ რას აკეთებს მა? რა დამორბოდა ჩემსგან რაღაც კაის გამკეთებელი არ იყო ეგ. ანუ კატების სცენი არის კი ვიცი რომ დაუშვათ თუ ისვენებ ან რაღაც ანუ რაღაც მოდი სიტყვაზე რო ვთქვათ შედის აბერფარეშოში ხო? და კატა ეგრევე მოვა დაიწყებს კნაველს. ეგრე შეიძლება ესეც უცებ ანუ გადასაბამად რო შევდივარ დაიწყებს კნაველს, მე ვაღებ ხოლმე კარებს, იმიტომ რომ მგონია რომ ან თვითონაც აბერფარეშე უნდა, ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ შემოვა და არაფერს არ აკეთებს რა, ყველა მაღებიებს კარებს. კაით, ბიჭო, კაით, რა იყო? ვერ გავიგე რა ხდება, ანუ ამდენი ხანი ამით რომ ვესროდი ამათ ფეთქდებოდა და ეხლა აღარ ფეთქდება? გაიკეთე ხილი ძმა. ორი მოკვდი. ვაჰ. ეხლა აფეთქდა. ვაუ. ყველაფერი ჩემწინა უნდა გავა. კაი, არ მინდა ეს იარაღი. თქვენი იყოს. ისე მოკლავ. აი, safe house-ი გავხსენეთ ესე რომ თოთ აქ. ისე კაი იქნებოდა რომ ამ safe house-ებზე შემეძლოს რაღაც ტელეპორტების გაკეთება. უფრო გაამარტივებდა აქ მოძრაობას, მაგრამ არა უშვის. რაც არის. აღარ მიმოლეხა კიდე მე იქ იმ კაცთან რომ რაღაც ალტერნატიული გზა მომწეს, იმიტომ რომ სისულელე იქნება. მირჩევნია რომ აქ თუ რამე ტყვი არის, ამას ვერ ვაღებ, აზრი არ აქვს, ამასაც ვერ ვაღებ, ამასაც აზრი არ აქვს. ტყვიები ან რამე აქ არ არის, ამიტომ მოდი გავიდეთ გარეთ. ოაზისში მივალე ხა, გავარკვევ იქ რა და როგორ ხდება. და რა კოორდინატები უნდა ამათ და ეგ არის რა. თან ახლოს ავარ ხა. აუ, ესეც გაიჭედა უკვე. კაი, მოდი როგორ გავხსნა უნდა გავარკვევ ერთი. აჰა, ეგ არის. სამწუხაროდ ქართულზე მაქვს ხა დაყენებული შრიფტი. თვითონ კომპიუტერის შრიფტი რა. ხო და ვერ ვაყენებდი ჟ-ზე გადატენას და დამატებით კიდე მაგ ანჯემს რა, ანუ რომ აღარ იყოს უკვე ჩაკეტილი იარაღი, მაგრამ ამაზე დავაყენე ქვია, ანუ მაუსის ღილაკს დავაყენე, დამატებით მაუსის რო აქვს ღილაკები ხო იცით და რა ვიცი, ნახოთ. მოიცა. ნახე ხა რა ხდება. მე ხო ეხა მივდივარ რაღაც ბაზასავით რა, აქ დიდი ვარაუდით ანართული იქნება ამათი მოკლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბაზა ჩანს. და რო წავსულიყავი ხა მე მეგონი მაგ ლურჯ რაღაც წრეში, დიდი ვარაუდით ეგ
გამოიყვანდა ამ ხალხს აქედან და რაღაცა უფრო ისეთ ადგილზე მოხვედრებდა, სადაც უფრო გამემართებოდა ამათი მოკლა. მაგრამ იქნებოდა რთული არ იყოს. არა. არ არის ბაზა მთლად დიდი. ეს რა არის? გადაკვდარია? აუ, კიდე გაიჭედა. всё. ხო, მკვდარი ყოფილა, ყო აქედან ჩამოვარდა. წინაზე გივიზახოდი სნაიპერი ძალიან სისულელი აქვს, მაგრამ ეხლა დამჭირდა. გასაცვლა. ვაჰ, რა საინტერესოა. აუ, ეხლა გადატენას იმაზე არის დაყენებული მაუსის რელაქსი და ანჯემიც. ნუ არა უშვის. მივეჩვევი როგორმა. პრინციპში მაინც ერთი და იგივეს უნდა დავაჭირო ხელი ამ გადატენასაც და ანჯემსაც, რომ იარაღ მომუშაოს, ამიტომ არა უშვის. უბრალოდ რა უნდა გავაკეთო აქ ერთ წამით? პირდაპირ წავიდე და რაღაცა მრგვალი შენობა ექნება წესი და აქ. აი. მოდი ტყუები დამჭირდება დიდი ვარაუდით ავიღოთ ესენი ბარემ. და წავიდეთ. აქ ალბათ რამე boss fight იქნება დავიჯერო თუ რატო არის ამდენი ტყუია და რაღაცეები. მოიცა უნდა ავიღო? всё, კოორდინატები ჩავუგდეთ, ეგ არის. მისია შესრულებული არის. იმედი ეხლა ამ ხელა ფულიდან რაღაცას გამომეწლებენ მეც. Objective updated. კაი, წავით აბა ზემოთ. რეპუტაცია ისევ გავგზავნეთ. ძალიან კარგი. ისე რა მაინტერესებს, ანუ იქ რო ორი გენგი არა, ორი შენობა ხო არის, ანუ ერთი მარცხენა მხარეს იყო, სადაც მე დავდივარ და მეორე მარჯვენა მხარეს არის და რამე მნიშვნელობა აქვს დავიჯერო რომ მაგათ ან რომელში მივალ. ანუ ისე ხო არ არის რომ ერთი სხვა გენგი არის და მეორე სხვა გენგი არის. შეიძლება ეგეც იყოს. კაი, რა უნდა გავაკეთო ახლა ერთ წამით, ნახოთ უცბად. ნახე, აქედან უკვე ვეღარ შვები ვერაფერს. ანუ ვეღარ ვნახულობ სრულად maps. ხო და მოდი გავიდეთ აქედან. და როცა გავალ უკვე დაგემოდებით აქედან. მოკლედ, აქ აქვთ რაღაცა სატერიტი map-ში ეგრე ჩანდა და დამაინტერესა ძალიან რა ხდება და როგორ არის, ხო და. სნაიპერი წოლიათ როგორ ჩანს. ნახოთ რამდენად პრობლემური იქნება ეს სნაიპერი, მაგრამ მაინტერესებს ანუ შიგნით რა ხდება და რამე ისეთი ხო არ არის. რაც შეიძლება დამეხმაროს აი მაგასაც თამაშის პროცესში. ხო და მაინც გამოვიკვლიოთ, ანუ არ მინდა რომ ძალიან ისეთი ერთფეროვანესავით იყოს, რომ აი მარტო მისიები ვასრულო და მეტი არაფერი არ ვაკეთო ამ თამაშში და ნახოთ რა ვიცი. შეიძლება fast travel-ი გამახსნას აქ და უცებ შემოძლოს რომ აი მოვიდე აქ. სადაც აი. არა, სნაიპერი ამ ესენა მივალ ჯერ ესენ უნდა მოვიშორო აქ. მე მგონი ყველას რომ მაინც აზრი არ აქვს. ეგარი. მეორე სნაიპერი სად არის? აი აქ არის. არაფერი არ უკნა მაინც აი ყველას რომ. კაი, არა უშ, ტყუიები მოვძებნოთ სადმე და მაგასაც მოვკლავე ხავე. არ კვდება ტიპი, მაგრამ ნუ კიდე კაი. მაგას არ ვინმე? ოპა. ეს ტყუები მე არ შემჭირდება, მაგრამ არა უშვის. წესით ყველა უნდა მოგდარიყო იქ. და კიდე სად იყო? აი აქ. და ჩავით ერთ წამით რომ ტყუები მჭირდება რა. რაღაცა პისტოლეტის აღების საშუალებაც მაქვს და თუ სადმე ვიპოვე უნდა ავიღო უოჭველი, იმიტომ რომ ძალიან მალე მელევა ტყუები და როგორც ასევე ვიცი, ანუ შემიძლია რაღაც upgrade-ით გავაკეთო, რომ ტყუები ესე მალე არ გამომელიოს და კარგი იქნება თუ მაგასაც ვიზამ. აუ, კიდე გაიჭედა ეს. კარგი ისაა რომ ჰილები არ მელევა. ანუ მელევა, მაგრამ ყველგან არის რა და როც გამომელიოს არ პრობლემა იმდენად არ არის ეგ. მარტივად შემიძლია რომ ავიღო. რა ბაზა არის ეს ამ ხელას ხოდა შორის რა არის ეს?
გამიხარდება ძალიან თუ ამ ბაზას ახლა ავიღებთ და ჩემიანები ვინც არიან, ანუ ვის დაჯგუფებაში ახლა მე ვარ, ეგენი გადმოვლიან ჩემთან და კიდე რაღაც ანუ რეპუტაციის ზრდასავით იქნება, რომ ეს ესე რომ ვთქვათ იყოს რაღაც safe place-ივით რა, ერთ სიტყვით. წესით მთავარი შენობა ეს არის და მოდი ზემოთ ავიდეთ, შეიძლება რამე იყოს აქ. იმედია რაღაცა არის და ტყუილა არ მომდივარ ახლა. ნუ safe-ი აქვთ, მაგრამ ამას ვერ ხსნი, ამასაც ვერ ვუკეთებ. მე მგონი ტყუილა გავაკეთე ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი. ერთ წამით აქეთაც გავალ და თუ რამე არის ბარემ ვნახავ. არა, არაფერია რა საერთოდ. წინ მიჩვენებს რაღაც ცეცხლი ახატია და ხო არ უნდა დავწვა რაიმე. მაგალითად ეს. არა, მაშინ ქვემოთ ჩავიდეთ. სოგასიგებია. და ამ რამე შეცვალა? გარდა იმისა, რომ ცეცხლი დაინთო აქ, მოიცა? აქაც ვერ შევდივარ. ნუ როგორც ჩანს არაფერი, აი სულ ტყუილად ვიწვალე. თუმცა ეს რაღაც სატელიტი ყოფილა ცოტა მოშორებით. კაი, იქ მივალე ხა. კარგი, მოვედი და ეს ეხა ისეთ რაღაცას გავს, რასაც უყურებდი ხოლმე Far Cry 3-ში რა, აი სატელიტზე რო ვადიხარ და მე მთელ მაპს გიჩვენებს, მაგრამ აქ როგორ არის ეგ? აქ მისია არის ეს? Listen very carefully. There's an available target opportunity. Proceed to the objective marked on your map. Terminate the target. Standard payment and rough guidance will be transferred to your account on completion. არ ვიცი ეს რა მონსტრი იყო, მაგრამ ეგეთი რაღაცა მითხრა, რომ მაპზეო გაქვს რაღაცაო რა, მანდ უნდა მიხვიდეო და უნდა გაანადგურო ეგ ადამიანიო და მიიღებო ჯილდოებსო. ანუ გვერდითი მისია არის ესე რომ ვთქვათ, აი ეს რა. კაი, მოდი ახლა მე მივალ იქ, სადაც მარშრუტები არის, თან დავასეივებ და შემდეგ ვიდეოში გავაკეთებ უკვე მაგ მისიასაც. მოკლედ, ვიფიქრე რომ ბარემ გავაკეთებდი მაგ მისიას და დავიწყებ, ანუ ნახავდი რა იყო რა და როგორ იყო, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი რაღაცა მოხდა, რომ მანქანა დამეტაკა, ბოლომდე მქონდა HP, მაგრამ აი მოკლედ 50 წუთი არის ვიდეოს უღებ დაახლოებით, ვიდეო შედარებით ნაკლები გამოვა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა ვხსნიდი იმას, რომ ზუსტად ის მანქანა იყო, რაც წინ დავინახეთ ხო და მაგის გამო მოვკვდი და დამაწყებია კიდე თავიდან თქო რა და მაგ დროს კიდე გაიქრაშა. ხო და უკვე დავიღალე. ეხა ჯობია რომ ამ თამაშიდან ცოტა ხანი დავისვენო მე და თან კიდე საჭმელი გავაკეთო და მომდევნო ვიდეოში ალბათ იმასაც გავაკეთებ, ანუ იმ მისიას, იმიტომ რომ მინდოდა რომ გამეკეთებინა ეგ მისია, რადგანაც მაინტერესებდა რა და როგორ იქნებოდა მაგ მისიაში. ხო და იმედია ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, ლაიქეთ, გამოწერთ არხით, ჩვენ უკვე ერთმანეთს შეხვდებით ჩვენ ვიდეოში და დროებით.